მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ ასეთი თემა განვიხილოთ. აი რა არის უკვე განსაზღვრული თქვენს ცხოვრებაში, ხო? რა შეიძლება უკვე მუშაობს და უკვე ვეღარ თქვათ შეცვლი რამეს, ხო? და რა შეიძლება შემოვიდეს კიდე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე მინდა გავაკეთო სიგნიფიკატორი, ვნახოთ ახლა თქვენზე, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და მე უკვე ჩვენ განვიხილოთ, ანუ რა არის განსაზღვრული, ხო? ნახოთ ახლა ვიზი იქნება დღევანდელი საუბარი, ვისთვის იქნება. ნუ, კარგი დაწყება არის, იცით რა? აქ სხვათა შორის თქვენ ძალიან ბევრ რაღაცებზე უკვე გაიარეთ, ბევრი სამუშაო ჩაატარეთ და აი სხვათა შორის აქ იქნება რა? შეიძლება სიტუაცია იყოს, თქვენს აი აქ მაჩვენებენ პროფესიონალურ თემებში, თქვენ ხართ აი ძალიან მაგარი პროფესიონალი რა, აღიარებული ადამიანი ხართ და უკვე თქვენს აქ მაჩვენებენ, რომ რაღაცა შეიძლება ბევრი რაღაცები, ახალი პროექტები გაქვს. ანუ თქვენ აქ ხართ ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას რა. აი ძალიან მაგარი პროფესიონალი, ძალიან მაგარი ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც ახლა აი თვითონ უმკლავდება ყველაფერს, თვითონ თავის ცხოვრებაზე იღებს პასუხისმგებლობას, სულ ფიქრობს წინსვლაზე, სულ ფიქრობს, ანუ ყველა თუ რამე დაბრყოლება, თუ რამე რაღაცა ისეთი მომენტები ხდება, თქვენ სულ მაინც მიდიხართ წინ, იმიტომ რომ აქ ძალიან უძლიერესი პიროვნება არის, რომელიც აი გოგოებს რო თქვათ, რო შევეხოთ, აი კაცურად რომ მუშაობთ რა, აი კაცურად რომ აი როცა არავისი იმედი არ მაქვს, არანაირი ისეთი არ მაქვს, თქვათ ახლა ველოდები ვინმესგან რომ ვიღაცა რაღაცას გამიკეთებს, მე ვიცი რომ ჩემ ცხოვრების მართველი მე ვარ და ანუ თითქოს აი როგორ მიდიხართ, იცით ამ ცხოვრებაში, რომ აი არავის აი არც იყურებით უკან, მხოლოდ წინ ნებისმიერი დაბრყოლება, აი არ არსებობს თქვენთვის დაბრყოლება, თქვენ რანაირი სიტუაციები არ უნდა იყოს, რანაირი მდგომარეობაში არ უნდა თქვენ ჩაგაგდოს ღმერთმა, თქვენ არა, მაინც მიდიხართ წინ, ადექით თქვა, წაიკეცით, ადექით დაიფერთხეთ თქვათ მუხლები და ისევ მიდიხარ, ისევ წინ და წინ, იმიტომ რომ ნახეთ, აქ იმდენს სწავლობ და თქვენში არის ძალიან დიდი ენერგია საერთოდ ყურუმის, ანუ თქვენ ისეთი ინტუიცია გაქვთ, თქვენ ხართ შეიძლება, ნუ ვინმე სპეციალისტი, ექსპერტი ხართ რამე თემებში, ხო, შეიძლება ეზოტერიკითაც ხართ დაკავებული. ანუ ადამიანი, რომელიც სულ რაღაცა საკრალურ ცოდნას იღებს, სულ რაღაც აინტერესებს და თქვენ უკვე იმდენი იმუშავეთ თქვენს თავზე, რომ უკვე შინაგანი რაღაცა აი სიმშვიდეც გაქვთ რა. მე უკვე აღარ ვჩქარობ, მე უკვე ვიცი გზა, მე ვიცი სად მივდივარ რა. ანუ თქვენ აქ არა ხართ ადამიანი, რომელიც იჯდება თქვათ ახლა რაღაცა პრობლემებში და იტიროს. არა, გვერთხების დედოფალი, რა თქმა უნდა, პლუს კურუმი და ნუ ახლა ესეთი ენერგია და ჯერ პირველი ვაფშე საერთოდ ჩვენს აქ იმპერატორი. ნუ ერთი სიგნიფიკაცია შეიძლება იყოს კიდე მგოგოებს, ვისაც ყავთ ძლიერი მამაკაცი, გვერდით, ხო? ან თქვათ ქმარი შეიძლება იყოს, ახლა შეიძლება ეგაც იყოს, იმიტომ რომ ახლა ესეთი გაშლა არის, რომ აქ ნუ ჯერ საჯარო და მეორე კიდე გაშლა, როცა ჩვენ იმას ვამბობ, აი რა არის აქ განსაზღვრული, ხო? ეგ რა თქმა უნდა შეიძლება შეიხოს გოგოს, რომელიც არის გათხოვილი. მაგრამ აქ როგორი თემა არის, შეიძლება აი თქვენ უკვე გადალახეთ ბევრი მომენტებით, რომელიც შეიძლება იყოს თქვენს ქმართანაც რაღაცა პრობლემები თუ იყო, თქვენ მაინც გადალახათ, ან თქვენ მამაკაცთან, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, მაგრამ აქ გეუბნებით, აქ ვაჩვენებთ უძლიერეს ქალს, გამარჯვებულ ქალს, რომელიც არასოდეს არ უყურებს არანაირ ისეთ მომენტებზე, რომ აი რა ვქნა, რა გავაკეთო, შეიძლება გაძლიერდეთ, ნუ იმიტომ რომ აქ ისე იმდენი იმუშავეთ თქვენ თავზე, იმდენს იმას შვებოთ, რომ რა ვიცი, შეიძლება აქ ზოგი ვაფშე მარტო დარჩეთ, თქვათ, მარტო რა. ანუ დიდი ხნის წინ დარჩეთ დაუშვოთ და ამიტომ თქვათ ახლა გაგაძლიერად თქვენ ამ სიტუაციამ რა.
კი, მაგრამ ეხლა თქვენ ძალიან მაგარი განიცდით ეხლა განულებას და ეხლა თქვენ ხსნით თქვენში ქალურ ენერგიას. ანუ თქვენს სიძლიერეს, ნახეთ, აქ არის აი რაღაცა სასწაული პიროვნება, გეუბნებით, რომელმაც შექმნა თავისი თავი თვითონ. აქ წუწუნა არ არის, აქ ქალი, რომელსაც რამე თქვა, შეიძლება იყავით, არ ვიცი, მაგრამ ამ წუთში მე მაჩვენებენ უძლიერეს ქალს, რომელმაც იცის თავისი სექსუალურობა, რომელიც ან ხსნის ეხლა თქვა, ჩემი გოგოები, ვინც ეხლა ჩემთან ტრენინგზე არიან, უეჭველი თქვენთვის იქნება ეს გაშლა, იმიტომ რომ ყურუმებიც კი ხართ და ეხლა არქეტიპებზე რომ მუშაობდით, მოკლედ ყველა მაგი არის, რომ ყურუმის არქეტიპი ყველას მოეწონა. ანუ თქვენი სიძლიერე არის, აი აქ არის რაღაცა სასწაული ენერგიები იხსნება თქვენში, კი, იმიტომ რომ თქვენ უჭკვიანესი ადამიანი ხართ, უძლიერესი ადამიანი ხართ, რომელიც სულ სწავლობს, მაგრამ თქვენ პრინციპში ეხლა იცვლება თქვენი ბედი, სირთულეები, თქვენი მიდის რა. თქვენ აირჩიეთ თქვენი თავი, თქვენ აირჩიეთ თქვენ ეხლა ბედი, თვითონ ბედი გიღიმის რა. და შეიძლება აქ ვიღაცასთან ძალიან დიდი ცვლილებები იქნება კიდე სხვათა შორის პირად ურთიერთობა. შეიძლება უკვე მოდის თქვენთან პარტნიორი, არის თქვენ სივრცეში ისეთი ადამიანი, რომელიც არის ძალიან ძლიერი, რომელიც არის თქვენი სათანადო, იმიტომ რომ აქ იმპერატორი არის და მაინც მაგას ვერ ვეტყვი, რომ თქვათ, ეხლა შეიძლება არ იცნობს ჯერ მაგ ადამიანს, მაგრამ დაუშვათ ეხლა ელოდებოდეთ თქვათ და ანუ ელოდებოდეთ არა მხოლოდ ისე, რომ ვიჯექ და ველოდებოდი როდეს დამიკაკონებს კარებს, არა, აქ ადამიანი იმდენ რამეს გადიოდა თავისი ცხოვრების მანძილზე, რომ თითქოს უკვე სამყაროც ეძახეს, რომ მზად ხარ შენ ნამდვილად უკვე ისეთი ადამიანისთვის, რომელიც ეხლა ნამდვილ შანსი მოგეცემა, ნუ გეშინე, ნუ ნერვიულობ, სირთულეები მიდის და შანსი მოგეცემა აუცილებლად რა. ნუ ჩვენ ეხლა ვნახოთ უკვე კითხვებზე, ხო, პასუხები. ნახოთ ეხლა ჩვენ ახლა მე კითხვები გამზადებული მაქვს. თუ იცანით თქვენი სიგნიფიკაცია, მაშინ უკვე აბა ვნახოთ ჩვენ რა გელოდება თქვენ, ანუ რა არის უკვე განსაზღვრული შენს ცხოვრებაში. არის რამდენიმე კითხვა, დავუსვათ ახლა ჩვენ ამ კითხვებს, პასუხებს მივიღებთ. ანუ რა არის უკვე პირველი ჩვენი კითხვა განსაზღვრული შენთვის ბედის მიერ უახლოს მომავალში. უახლოს მომავალი ვიცი ჩვენ მაქსიმუმ არის 3 თვის განმავლობაში. ეს არის მაქსიმუმი. განმავლობაში შეიძლება ხვალაც მოხდეს, გაიგეთ. ვნახოთ ახლა რომელი მნიშვნელოვანი შეხვედრა ან მოვლენა ან შესაძლებლობა უკვე მოდის შენს ცხოვრებაში. და ვნახოთ ანუ ყველაზე მეტად რომელი სფეროში იქნება ეს ცვლილებები, ხო? ანუ ვნახოთ რომელ სფეროზე ჩვენ კი ვნახოთ აქ ახლა პრინციპში რომ იქნება რაღაცა სწორი ბედმა უკვე აგირჩიეთ, მაგრამ ნუ ვნახოთ ხო, მაინც ახლა იყოს ეს კარგი კითხვა რა. ეხლა ეგაც ვკითხოთ ჩვენ უკვე რა რის შეცვლა არ შეიძლება უკვე, რას ვერ შევცვლით ჩვენ, რა არის შეუძლებელი ხო, რის შეცვლა, რადგან ეს არის შენი გზის ნაწილი, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ეგეთი მომენტებიც რა თქმა უნდა ჩვენ ცხოვრებაში. ისიც ვნახოთ რასაც კარს გიგზავნიეს სამყარო, ხო? და ვნახოთ ახლა რის მიღებას შენთვის მნიშვნელოვანი, რათა უკვე განსაზღვრული საუკეთესო გზით გამოვლინდეს ეს სიტუაცია, ხო? ანუ ესეც ვნახოთ. რომ უფრო კარგად გამოვლინდეს შენთვის რა, აი ეს ვნახოთ ჩვენ და რა თქმა უნდა ვნახოთ ახლა ანუ რომელი შინაგანი ძალა უკვე შენში იღვიძებს, ну იცით თქვენ რომ მე მიყვარს ეგეთი კითხვები, იმიტომ რომ საერთოდ ყოველთვის, ყველა კონსულტაციაზე, ყოველთვის, ყველა ტრენინგებზე ვიძახ, რომ ჩვენს თავზე უნდა ვიმუშაოთ და არა პარტნიორებზე და არა ვიღაცებზე, თქვა დედებზე, მამებზე, ჩვენ ყველაფერი ჩვენზე უნდა ვიმუშაოთ, ხო? რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ნორმალურად ვიყოთ და კარგად რა. და დავინახოთ ახლა ეგაც ბოლო კითხვა გვექნება, რა იქნება ამ წინასწარ განსაზღვრული პერიოდის მთავარი შედეგი. აი ესეც ვნახოთ. всё. დავიწყოთ ახლა ჩვენ ტრანსფორმაცია, შეხედეთ ეგრევე მაჩვენეს, რომ სწორედ ავირჩი დასტაც, კი ბატონო, რაღაცა აქ შეიცვლება უეჭველი რა. პირველი კითხვა, ანუ ავიღოთ ჩვენ და ვნახოთ ახლა პასუხები, რა უკვე განსაზღვრულია შენთვის ბედის მიერ უახლოს მომავალში.
სიყვარულში ცვლილებები არის აქ უკვე განსაზღვრული. იმიტომაც ხო გითხარით, ახლა ნახოთ სფეროსაც მე მგონი უკვე გვაჩვენეს რა. ანუ აქ არის, ნახეთ, კიდევ ცოტა ღრმად რო შევედით ჩვენ ამ არკანში, აქ უკვე არის ის, რომ შენ ახლა პირველ რიგში აქ შენი შინაგანი მდგომარეობა, შენი სულიერი მდგომარეობა იქნება ნამდვილად უპირველეს მომავალში, ანუ შენ ახლა ნახეთ, ბევრს ხო მუშაობ, ხო, მაგრამ შენს თავზე და ეხლა უკვე შენ უნდა ისწავლო ქალური ენერგიები და ანუ ქალური ენერგია რა პირველ რიგში ეს შეგრძნებები, გრძნობები, ხო ხდებით, იმიტომ რომ აქ უძლიერესი ხარ, თქვენ უკვე მიჩეული ხართ, მართო თქვათ, მიაღწიო რაღაცას, ეგეთი, გვერდხები ზედოფალი ეგეთი ტიპია და პლუს კიდე ეხლა კურუმი, აქ ესეთი ენერგიები რომ გაგიჟდები და ეხლა თქვენი პირველი რას მნიშვნელოვანია, თქვენ ისწავლეთ თქვენ სულთან საუბარი, აქ ბევრი რაღაცა შეიცვლება, იმენა შეგრძნებების დონეზე. რასაც მე ვასწავლი ჩემს კურსებზე ახლა გოგოებს რა. ეს როგორ უნდა მიაღწიო, ამას რა. ანუ რას ნიშნავს შეგრძნება, ხო? რომ უკვე შინაგანი განწყობა, ეს არის, როცა შეიცვლება, როცა შენ უკვე ნამდვილად კი ბატონო, კიდე ისევ კი. და სიყვარულში, რა თქმა უნდა, აქ სიყვარულშიც იქნება რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება. ნახოთ ახლა რა მნიშვნელოვანი, ან შეხვედრა, ან თქვა შანსები, მოვლენები რა იქნება, რა უკვე მოდის შენთან, რა უკვე მოდის. ის მოდის, ნახეთ, თქვენთან რაც იყო, შეიძლება იგვიანებდა. ეს შეიძლება იყოს, მე ვნახავ, რა თქმა უნდა, რა არის, მაგრამ რადგან ახლა რაინდი არის აქ პენტაკლების, შეიძლება ადამიანი იყოს დაუშვათ, რომელიც, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც შენ დიდი ხანია ელოდებოდი. კი შეიძლება ზოგთან შეიძლება ეს პიროვნებაც იყოს, რომელსაც შენ დიდი ხანი ელოდები, მაგრამ ახლა პრინციპში მე ვეტყოდი ამ არკანით, რომ შეიძლება იყო ადამიანის, იყოს შეხვედრა, რომელსაც შენ ელოდებოდი, რომელსაც თქვა რამის ვერ აკეთებდა, ნელა აკეთებდა, ნელა ვითარდებოდა, რა ვიცი, ეგეთი რაღაცა, მაგრამ ნახოთ, აბა კიდე გავხსნათ, ეს რას გულისხმობთ თქვენ უფრო მითხარით, ეს პიროვნება თუ მოვლენა თუ რა არის. ანუ როგორი მნიშვნელოვანი ეს რას ნიშნავს? ფულიც ნახეთ, ანუ ძალიან მაგარია სხვათა შორის, აქ არის, მაინც პენტაკლები ყველა ვარიანტში, შეხედეთ. შეიძლება, აქ თქვენ ხომ აჩვენეს, რომ ძალიან ბევრს მუშაობდით თქვენ და მომუშაობდით, კიდე ამასაც ვეტყოდი, თქვენს მომავალზე მუშაობდით თქვენ ძალიან ბევრს. ანუ შეიძლება იყოს სიტუაციები, როცა დაუშვათ, ანუ არ გამოდიოდა რაღაცები, ხო? შეიძლება ჩავარდნებიც გქონდათ, შეიძლება თქვენ მაინც არის რაღაცა პერიოდები, რა შენ რაღაცას აკეთებ, შედეგი სად არის, ველოდებით, ხო? მაგრამ ეს არის ზუსტად, ნახეთ, აქ რატო გვითხრეს ჩვენ ეს, რომ შენ საერთოდ მე ტექნიკებსაც რო ვაძლევ, ხო, გოგოებს, სულ მაგასაც ვეუბნები ხოლმე, რომ ეს არის როგორც ყვავილი, ხო? რომ შენ რომ მაგას რომ ხა მე მაგალითად მოვაშენე ძალიან ბევრი ყვავილი იცი მიხარია ხოლმე და ზოგჯერ გაჩვენებთ ხოლმე რა ძალიან მიხარია იმიტომ რომ ყოველდღე რომ ადგები და რომ უყურებ ამათ და მე თქვა წამოვიდე ფოთოლი და უნდა გაიხსნას მაგრამ ყოველ წუთში ხო არ უყურებ თქვა ახლა დაუშვოთ რომ ჩანერგო თქვა თესლის შენ ახლა არ დარბი ხარ და არ თხრი მაგას რა იქო გაიზარდე არა ანუ დროს ჭირდება ხო შენ ოცნება თუ გააგდა თუ ჩაიფიქრე რაღაცა გააკეთე თქვა მედიტაცია პრაქტიკა რაღაცა გააკეთე დროს ჭირდება რომ შენშიც უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი გამიგე ანუ შენი შინაგანი შენ როგორ იღებ ამ ყველაფერს აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ ზოგჯერ აი ესეთი აქ მერყეობები შეიძლება გვაქვს რომ დღეს მჯერა ხვალ არ მჯერა და აი აქ უნდა დასტაბილურდეს უკვე შენ იღებ აი აქ მაჩვენებენ რომ უკვე იღებ მიიღე შენ ის რომ თქვი მორჩა ღმერთი არის ჩემსკენ მორჩა ღმერთი არის მე დავდივარ ღმერთთან ერთად მორჩა მე არ ვამბობ მარტო იმას რომ რა არის იცით მე ხლა აი სულ მაგას ვიძახე რომ არ ქმარა მარტო შენ რომ წახვიდე ლოცვა წაიკითხოს ანთელი დაანთო ხო და თუნდაც მარხვა თქვათ დაიცა შენ თუ არ გწამს რომ ღმერთი სულ შენთან ანუ ახლა თუ შიშები გაქვს შენ
მე ჩემში მაგალითად აი მე როგორ წარმოვიდგენ ადამიანს რომელიც არის ვთქვათ აი რწმენა აქვს ღმერთის ანუ ასეთ ადამიანს არანაირი შიში ვაფშე არ უნდა გქონდეს საერთოდ არანაირი შიში არ უნდა გქონდეს რა არც უფულობის არც სიყვარულოს აი არანაირი შიში რატო იმიტომ რომ შენში არის ღმერთი ჩვენ ღმერთს არ ვთხოვთ არა რატო უნდა ვთხოვო ის არის ჩემში ხო და ამიტომ მე იმდენად უნდა ვიყო დარწმუნებული იმაში რომ ღმერთი სულ ყველგან დამდევს რა ყველგან არის ჩემთან არის სულ ხო იმიტომ რომ მისი ნაწილება და რანაირად ახლა შენ რომ შენი ნაწილი ხო არის ეს ცხელი შენ რომ ზიხარ ახლა და ადგები თქვა ყავა უნდა გაიკეთო რა ხელი დატოვე და ისე წახვედი თუ როგორ ხარ ვერ გავიგე აი ეს просто დაფიქრდეთ რა რომ შენ ხარ ნაწილი ეს არის ჩემი სხეულის ნაწილი ეს იგი მე სადაც ახლა რომ ვდგები და გავალ სხვა ოთახში ეს ხელიც ხო მიმაქვს ხო ხო არ ტოვებ ამას მიმაქვს ერთად მივდივარ აი ეს არის ზუსტად ახლა ღმერთი სულ დაყვება სულ შენთანა იმიტომ მისი ნაწილი ხარ ანაერად ახლა სხვანაირად ხო ამიტომ რა შიში უნდა მქონდეს რა შიში უნდა მქონდეს როცა ღმერთი სულ ჩემთან არის მიხვდით აი ეს მინდა რომ აი ჩაწვდეთ რა ამ მას რა იმიტომ რომ ბევრი ადამიანი რომ კი იძახა აი კიდე ღმერთს თხოვე ხვეწები და არ გამოდის ნუ იმიტომ რომ შენ რას კი ღმერთი იქ სადღაც არის სად არის აქ არის აქ მხოლოდ აი აქ არის ჩემთან მისი ნაწილი ვარ აი ეს არის რა მნიშვნელოვანი აი აქ არის ეს მომენტი რომ შენ ბოლოს და ბოლოს მიხვედი იმ დონემდე, მიხვედი რა, რომ ღმერთი შენსკენ არის და უკვე აღარ ველოდები რა, ანუ შეიძლება პერიოდი გამოიარე შენ ისეთი რომ ველოდებოდი, მეგონა რომ აი ასე ღმერთი როდესაც გაიგებს, მე ჩავიფიქრდი ნიკინის დროს ჯერ არაფერი არ მოხდა. აი ეხლა შენ რო შეცვალე ან შეცვლი ამ უახლოს მომავალში დაუშვა თუ არ შეცვალე ჯერ ამ მიდგომას, აი აქ უკვე შენთან იმას, რასაც შენ ელოდებოდი, ის შენთან მოვა, იმიტომ რომ უკვე შენ თქვი რომ ეს მე მაქვს. ეს უკვე ჩემია, რადგან მე ეს რაღაცა მომივიდა აზრად, აი მაგაზე კიდევ და კიდევ სულ ერთი და იგივეს მაგალითს ვიყვან ხოლმე. ბევრ ჩვენთაგანს გვინდა თქვა სახლი, ბანალური, გინა მანქანა თქვი, არ აქვს მნიშვნელობა, აი ბანალური ავიღოთ, ხო? მაგრამ ზოგს უნდა ერთოთახიანი, ზოგს სამოთახიანი, ზოგს დუპლექსი, ზოგს საერთოდ სადმე ქალაქის ბოლოში რომ არავინ მიპოვოს და ზოგი შეიძლება ცენტრში, ხო? მაგრამ ყველას უნდა რა, სახლი თავისი, ნუ სახლი დავარკვათ, ბინა, სახლი დავარკვათ, ხო? მაგრამ ეს ხო ყველას ჩვენთაგანს მოგვივიდა ჩვენი რაღაცა. იმას ერთოთახიანი და მეტი არ უნდა, იმას დუპლექსი და მეტი არ უნდა, იმას ასეთი და მეტი არ უნდა და ვაფშე აღარც მიიღებს სხვანაირ რაღაცას. ქალაქით უნდაც ქვეყანა ხო, არ აქვს მნიშვნელობა. ეს რას ნიშნავს, რომ შენს უკვე სცენარში შენი ცხოვრების ეს უკვე არსებობს. არსებობს, შენ просто ღმერთმა დაგანახა, რომ აი შენ რომ მოდიოდი, შენ ეს გინდოდა. შენი საქმე არის, რომ თქვა, რომ არა სადა მაქვს ამისი ფული, ან თქვა, რომ კი ვიღებ. აი ამასაც ყველაფერს, აი როგორ ის მუშაობს, უნდა ვასწავლე ჩემ გოგოებს ტრენინგებზე. რომ რასნია, როგორ ავიღო, როგორ და ამ ყველაფრიდან ვიღებ, მერე უკვე იქმნება შენი ახალი, ასე თქვათ, ფილმი, შენი ცხოვრების, შენ უკვე გჯერა, რადგან მე ეს ღმერთმა დამანახა, ეს ღმერთი გვანახებს, ხო? დამანახა, მე ეს მივიღე, უკვე შევქმენი რაღაცა სურათი და უკვე მერე უკვე შევდივარ და იმ სურათში ვცხოვრობ. ნუ, ჩემი გოგოები ასე ცხოვრობენ, უკვე ნელ-ნელა მაგ მივდივართ რა. ხო და აი ამას გეუბნებით რა, რომ აი აქ ზუსტად თქვენთან ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ ფიქრობდით, უკვე თქვენთან მოდის. აი იმიტომ გავჩერდე, მე არ მიყვარს ეს ზედაპირული რაღაცები, მე მიყვარს რომ თქვენ აგიხსნათ, იმიტომ რომ არის ზოგი რომ ეგრევე ხდება და ზოგს ახლა მართლა სჭირდება რომ ცოტა აუხსნა და ნუ რა თქმა უნდა მაქსიმალურად რაც შეიძლება თქვათ ვიდეოს პარკლებში, მე თქვენ გიხსნით ან და იმიტომ ასე გიღეჭათ. ნუ მასწავლებელია ხო იცით რა. მასწავლებელი ყოფილი არ არსებობს. თან სულ მასწავლებელი ვარ. ეხლა ნახეთ, შემდეგი ესე იგი როგორ სფეროში ხო, ანუ ცვლილებების რომელი სფერო ემზადება უკვე დიდი ცვლილებისთვის, აი რომელი სფერო, აქ ახლა ნახეთ თქვენი სიძლიერის, თქვენი კალორია, აქ იცვლება, ნახეთ როგორ იცვლება და მე ახლა ვფიქრობ, რომ აქ ყველა სფეროში იქნება, იმიტომ რომ ანუ აქ თქვენ ამ შიშებს პირველ რიგში ყველაფერს გაუმკლავდები და აქ პრინციპში რომელი სფერო და მე ვეტყოდი ყველა სფერო რა, ანუ მაინც რომელი სფერო, არა, ყველა სფეროში, ანუ იქნება კი, აი უეჭველი, შენ თვითონ
ანუ აქ რას მეუბნებიან, იცი? რომ შენ თვითონ უკვე გრძნობ, გოგოებო, ჩემო სიხარულებო, ვინც ხარ ტრენინგზე, უეჭველი ყრუმი არის აქ და ძალის არკანი, მაღალი არკანებია სულ. თქვენზე უეჭველი, ну ეს ისედაც ვიცით ჩვენ, ანუ ან გოგოებო, ვინც მუშაობთ თქვენს თავზე, ვინც რაღაცა კურსებზე დადეხართ, ვინც რაღაცას, ანუ ვინც არ დგახართ ერთ ადგილზე, იცოდეთ რომ ყველა სფეროს შეეხება. იქნება მოდის, ანუ მთლიანი, 10-იანი თასების ეს არის მთლიანი ბედნიერება. ანუ ძალიან ბედნიერება რა მოდის რომ თქვენ მაგას აი ჯერ კიდე მეუბნებიან რომ შენ ნახავ როგორ გაძლიერდები აბსოლუტურად ყველა სფეროში ცოტა და მოიცადე მაგრამ უსმინეს შენს ინტუიციასაც აუცილებლად რა აი ძალიან მაგარი რაღაცა და აქ ვიღაცის ეს არის რაღაცა მეფეც მოდის გოგოებო კი მეფეც მოდის კარგით მეფეს თავი და მეფე კი არა ეს რა ქვია მაგას იმპერატორი მადლობა Так, შემდეგი, ესე იგი, ვნახოთ ახლა უკვე რა რის შეცვლა უკვე შეუძლებელი. აბა ეს ვნახოთ, რომელიც არის შენი გზის ნაწილი. აბა რის შეცვლა არ შეიძლება, ვნახოთ. აჰა, რის შეცვლა არ შეიძლება უკვე, რომელიც შენ აი შეცვლა რისი იცით ახლა? შეცვლა არ შეიძლება იმისი, რომ შენ უკვე შენ შიშებზე დაიწყე მუშაობა. და ნამდვილად უკვე შენ აი უკვე შეუძლებელია რომ ეს გააჩერო. იმიტომ რომ ეთყობა ბევრი შიშები ქონდა, შენ მაგაზე მუშაობდი და აი ამ შიშების ახლა კიდე მუშაობდი სწორია და განთავისუფლდი. შეიძლება შენ ფიქრობდი როგორ რანაირად, მაგრამ აი ეს არის რომ შეუძლებელი არის, ანუ რას ვერ შევცვლით ჩვენ, იმას ვერ შევცვლით, რომ ანუ ეს შიშები რაც შენ უკვე დაამუშავე, შენში აქაც ხო ვისაუბრეთ, შეიძლება შენ უკვე ამაზე მუშაობ შენ. გამიგეთ რა ხდება. და პლუს კიდე ნახეთ რა არის და შეიძლება აქ როგორი მომენტი, ანუ ესე იგი რა შეიძლება რომ გააუქმო. ну პრინციპში აქ კიდე რას ვეთყოდი აჰა, ну всё понятно. გასაგებია, კი ბატონო, გასაგებია, კი. ანუ უკვე ნახეთ თქვენ ეხლა პრინციპში შეიძლება ზოგმა არც იცოთ თქვენ შეუძლებელი არის ის რომ თქვენ სულ იმუშავებთ იმაზე რომ უფრო და უფრო კარგად ვიყო. აი ეს არის შეუძლებელი რომ ეს თქვენ იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის აი თქვენ შეიძლება რაღაცას გეშინიათ ამაზე დაამუშავებთ ამ თემას, თქვათ, ну დაუშვათ. ახლა პრინციპში სახლით შეიძლება იყოს და ვაფშე თქვენი ახლა ისევ გამოდის აქ ახლა იმპერატრიცა და პლუს კიდე ახლა პენტაკლების დედოფალი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ანუ თანა ჩვენ გვაჩვენეს, რომ თქვენ სულ მუშაობთ და არ გაჩერდებით. სხვა შეიძლება ბევრი მკითხეს მე, რომ აი ახლა მე რომ ამდენს ვამუშავებ ჩემს ენერგიებს და რაღაცა დამთავრდება იქნებ, ну როცა დამთავრდება უკვე წავალთ აქედან, ხო? ამიტომ ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ უფრო და უფრო, ხო? ვიმუშაო, ანუ აქ როგორი თემა არის, იცით, რომ თქვენ დაუშვათ, ну მიაღწიეთ, თქვა, ну სიტყვაზე მოდით კიდე. ერთოთახიანი ბინა შეიძინეთ და მივხვდეთ, რომ რაღაცა ცოტა რაღაცა ვერა. მოდი ოროთახიანზე ვიმუშაო, ხო? კიდე რა გავაკეთო, კიდე რა ვქნა, რომ ოროთახიანი ახლა შემოვიდეს, ხო ხტებით? ანუ სულ წინსვლაზე მუშაობთ, ნუ აქ მაჩვენე თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც სულ წინსვლა, სულ წინ მინდა, სულ რაღაცა, ანუ არ ჯერდებით ერთზე, თქვა, ერთი პროფესია შეისწავლეთ, თქვა, მეორე მინდა. ეს დამაინტერესა, ეხლა ეს მინდა. მიხვდით? ანუ თქვა, არა ხართ ესეთი ადამიანი, რომელიც თქვა, დაუშვათ ერთი და იგივე, თქვა, 30 წელი ვმუშაობ მე დაუშვათ კარხანაში. ნუ არა ხართ ეგეთი ტიპაჟი რა. თუ რამე გაინტერესებთ თქვენი კეთილი დღეობისთვის, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ისწავლეთ აქ თქვენ სულს უსმენ და სულ ფიქრობთ თქვენ შინაგანად რომ კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე იმისათვის რომ მე მქონდეს თქვა უფრო და უფრო კარგი ცხოვრება. ეხლა ვნახოთ ჩვენ მაშინ ანუ რა საჩუქარს გემზადებს შენ სამყარო, რა საჩუქარი. არის საჩუქარი მართლა რაღაცა სხვათა გოგოებო ვისაც აქტუალურია იცოდეთ თქვენ რომ შეიძლება даже შვილი. აქ ვეთყოდი მე რომ თქვა თუ დაუშვათ თქვენ აქ დაორსულობა გინდათ აი აკაც რა თქვენ არ გაჩერდებით და აუცილებლად თქვენ აქ ძალიან ბედნიერი იქნებით. შეიძლება თქვენ ბევრი რამე უკვე შეეცადეთ რომ გაგიკეთებიათ, მაგრამ არ გაჩერდეთ, იმიტომ რომ თქვენთან მართლა ბავშვი თქვენთან მოდის. ეს არის უეჭველი, ну ვისაც აქტუალურია. კიდე აბა ვნახოთ ეს რა საჩუქარია. ეს რა საჩუქარია.
რაღაცა შანსები გეძლევა თქვენ, რასაც ისე ჩუქ არა გამო. ნახეთ კიდე, გეძლევათ კიდე შანსი, რომ თქვენ განთავისუფლდეთ რაღაცას დაუშვათ იმ სიტუაციიდან, როცა შეიძლება არ გჯეროდათ სიყვარულის, გამიგეთ? თუ ვინმესთვის ეს აქტუალური თემა არის რა. აი ბავშვზე უეჭველი იცოდეთ, გაგეხარდებათ. აი 100%-იანს გეუბნებით, აი ამით ვისიც არის ეს თემა აქტუალური. აი დააკვირდეთ, არ დანებდეთ უბრალოდ, ყველაფერი გააგრძელეთ ისევ და ისევ გააკეთეთ. აქ უეჭველი 1000%-იანს გეუბნებით, რომ შვილი გეყოლებათ. ყველა ვარიანტში ეს მოვა, იმიტომ რომ თან პლუს კიდე ბავშვი, რომელიც იქნება გაჩენილი სიყვარულში. აი რაღაცა ეს თქვენი იმპერატორი არ მშორდება. დაჯექი აქ ახლა. არის თქვენი სივრცეში ეს იმპერატორი და მომკალეთ თუ გინდათ, არ ვიცი, თქვენი ქმარია, თქვენი ახალი კაცებმა შეება თქვენ ახლა მაგრამ სხვადასხვა ისე კარგად დალაგდა, რომ იცოდეთ თქვენ, რომ როცა ქალი კაცის ზურგს უკან დგას, ეს ამაგარი თემაა, დაცული ხარ. გოგოება, თუ არ აყავდეთ ჯერ ესეთი პიროვნება, თქვათ ახლა როგორც ვთქვათ, საქმრო, მოდით ასე დავარქვათ, შემოვა უეჭველი. პროსტა შეიძლება იმას არ იცნობ და დაორსულებით ძალიან მალე, აი დაემახსოვრეთ ეგა. იმის მიუხედავად, რომ საჯარო გაშლა, აი ვინც გულით ახლა მიიღო ეს გაშლა, იცოდეთ, თქვენთვის არის ეს ინფორმაცია. ეხლა ვნახოთ კიდე, ესე იგი, შემდეგი ჩვენ გვაქვს კითხვა, რა უნდა რის მიღება შენთვის არის მნიშვნელოვანი, რათა უკვე განსაზღვრული საუკეთესო გზით გამოვლინდეს. რა უნდა მიიღო? რა უნდა მიიღო, რომ ეს მართლა გარდაუვალია. ეს უნდა მიიღო, უნდა ენდო ახლა მაღალ ძალებს და არ უნდა ეჭვი გეპარებოდეს. გამიგეთ, ეს რა უნდა მიიღო. რო ღმერთს უნდა ყველაფერი შენთვის უნდა მიიღო, ზუსტად რა. რო ეს არის, რაც მოდის შენთან, ეს არის შენი. ეს უნდა მიიღო. და ბოლო, როგორ იცი, ისეთ უნდა ბოლომდე ვენდო მე უფალს. რაზეც მე თქვენ წეღან გელაპარაკეთ რა, თუ გინდათ კიდე გადაახვიეთ და მოусმინეთ რა. რო გეუბნებოდეთ, რომ ღმერთი არის ჩვენი ნაწილი, იმიტომ რომ მაღალი ძალები თქვენზე მუშაობენ და ამიტომ გეუბნე მთავარია, მიიღე და всё. თქვი და всё, მორჩა. მე ვიცი რომ თქვა, დაუშვათ აქ ბავშვზე, ხო? მე ვიცი რომ მე ვგრძნობ, რომ შვილი უკვე ჩემი მეყოლება კი არა, უკვე არის. ხო? მე ვიცი დაუშვათ რომ მე უკვე მივესწრაფები ყველანაირად მაქსიმალურად იქ სადაც არის ჩემი ბედნიერება, ხო? იმიტომ რომ მე ვქნი, მე ჯერ შინაგანად ვარ, всё ტრენინგს არ გიტარებთ. მივხვდეთ რა, ორი სიტყვით გითხარით. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ, რა შინაგანი ძალა ნიჭი უკვე იღვიძებს შენში. შენი ბედნიერება, შენი მეცხრიანი პენტაკლების, როცა მე მაქვს ყველაფერი აბსოლუტურად თუ რამე მე მინდა მქონდეს და ეს შინაგანი ძალა არის ძალიან შენში. აქაც გვაჩვენეს ჩვენ ახლა ეს შენი შინაგანი ძალა უკვე გვაჩვენეს ჩვენ აქაც ამ პოზიციაში, ხო? რომ რა სფეროში. ზუსტად გინდა ფინანსური, სადაც ცხრიანი პენტაკლების არის, როცა მე ვარ ძალიან კარგად, მაგრამ მიწიერ დონეზე მე ყველაფერი მაქვს, რაც მე კი მჭირდება, მე ვარ თვით ღმერთი, მე ვარ ღმერთი ჩემსკენ არის, მე მაქვს ყველაფერი, მე მჯერა აბსოლუტურად ყველაფერი, თუ არის სიუხვე, ბედნიერება, ყველაფერი მაქვს. ცხრიანი პენტაკლების ეს არის, რომ უკვე ყველანაირად ყველაფერს მე მივაღწია, მე ამისი მჯერა, ეს არის შენი შინაგანი ძალა. რომ ამას ახლა ვინ უნდა გადამათქმე ვინოს, რომ თქვათ მე არა ვარ ღირსი, ყველაფრის კარგის. ვინ არის, ვინ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ღმერთი ჩემსკენ არის და ღმერთი მეუბნება, რომ კი შეგიძლია და ყველაფერი შენთვის მაქვს, იმიტომ რომ ის არის ჩვენი რატო ეძახან, მამა, ხო? მამას უნდა ყველაფერი კარგი თავისი შვილისთვის, ხო? ცუდი მამაც რო იყოს, იმასაც რო გკითხო, მაინც იტყვის, რომ იყოს ჩემი შვილი ბედნიერი. ყველას უნდა აბსოლუტურად რომ იყოს მამას უნდა რომ კარგად იყო, ხო? ღმერთი არის ჩვენი მამა. და ამიტომ მამას რა თქმა უნდა რომ ყველაფერი კარგი გქონდეს. ამიტომ მე მაგას ვიღებ, იმიტომ რომ ღმერთი არის ჩემთან, ღმერთი არის ჩემსკენ, ღმერთი ზის ჩემში. მამა ჩემს რა ცუდი უნდა ჩემთვის? არა. მე ამის ჯერა. ეს არის თქვენი შინაგანი ძალა, იღვიძებს ამაში.
მიხვდეთ? აი ასე თუ მიუდგებით თქვენ, დაინახავთ, თქვენ ჯერ შევდივართ მდგომარეობაში, მერე ყველაფერი მოვა. ანუ ეს არის არასწორი არის, როცა ჯერ ფული მექნება, მერე ვიყიდე. არა, ჯერ მოვინდომო, მომინდეს, მივიღო, თქვა რომ ჩემე მერე ფული მაგაზე მოვა. ეს როგორც მაგალითი გეუბნებით. მიხვდეთ? ეს ამას ქვია, რომ მე აი ეს როგორ მუშაობს საერთოდ, ეს არის წესი. შემდეგი, ანუ რა იქნება, ესე იგი, მთავარი ხო, მთავარზე ჩვენ ამ წინასწარ განსაზღვრული პერიოდის მთავარი შედეგი, ხო? მე რა ძალიან მიყვარს ეს ტუზები რა. აი რა იქნება და აი თქვენი გადაწყვეტილება. ანუ თქვენ მთავარი იქნება ის, რომ თქვენ მიიღებთ, აი რაზეც მე აქ ვლაპარაკობდი ეხლა, ვინც ხართ აქ ამ წუთამდე ჩემთან, დაწერეთ გთხოვთ რა, დაწერეთ კომენტარებში, რომ ჩემია ეს გაშლა. აი მინდა ძალიან მაინტერესებს, ვისი ექნება ეს გაშლა, რამდენი დავინახოთ ჩემს სივრცეში, ვინც უსმენს ჩემს გაშლებს, არის ასეთი უძლიერესი პიროვნება, იმიტომ რომ ჩემგან რესპექტი რა. და ეს არის აი მართლა თქვენ ახლა ან ცდილობს თუნდაც გაიგეთ, რომ აი ასეთ მდგომარეობაში შევიდეს და ეს არის აი თქვენი მთავარი ის, რომ ყველაფერი გადაიჭრება, რაცაც შენ გააქვს ჩაფიქრებული, აუცილებლად უკვე შესმენილი ასრულდება, იმიტომ რომ შესმენილი აქვს უკვე მაღალ ძალებს. ეს უკვე გადაწყვეტილება, უკვე всё შენ ფიქრობ, შენ ოცნებობ, შენ აკეთებ მედიტაციას, შენ აკეთებ პრაქტიკას, შენ სწორედ უგზავნი სამყაროს, შენს სურვილებს, უკვე ეს იქნება შენ დაინახავ უკვე, რომ აი ეს უკვე წამოვა უკვე, ну, დაიწყება ას შესრულება, კი. აი დაინახავთ როგორ ყველაფერი შეიცვლება, აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება და ნამდვილად, ანუ რაზეც ახლა როგორ არის, იცით, აქ იქნება, ნახეთ, შეიძლება თქვენ აი მინდა კი იძახდეთ, რა აი ძალიან მინდა ყველაფერი, აი მინდა, აი ზუსტად ეს ასრულდება, ვაიმე გავგიჟდები ახლა ცოტა ხანში. კი და კიდე ცხრიანი პენტაკლების, всё. აი უმაღლესი დონის გაშლა იყო. მე არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე მაგალითად ძალიან მაგრამ რაზეც თქვენ გინდოდათ, რაზეც თქვენ ოცნებობდით, ხო? აუც აი სახლით ყველა არ ვატრიალე გოგოები, ვისაც სახლზე ლაპარაკი იცოდეთ, თქვენ ამ სახლს მიიღებთ. უეჭველეთ ან იმაზე მალე, ვიდრე თქვენ ფიქრობდით. იმაზე მალე. იმაზე მალე. გოგოებო, კიდევ ვკითხე მაინც თქვენ პირადზე, მითხრეს, რომ აქ შეიძლება მაინც ვიცი, რომ ვიღაცა მე თქვენ ხო სულ აქ ტრიალებთ. ანუ პირადზე კითხეო და აგერ გეკითხებთ ამ პერიოდში, ნახეთ, რაღაცა სიტუაცია გექნებათ, რაღაცა საუბარი შეიძლება ადამიანთან, ვისთანაც თქვენ დაშორდეთ, შეიძლება მასთან მოხდეს რაღაცა ურთიერთობის აღდგენა, ან ეს ადამიანი გამოჩნდება. თუ არავისთან უკვე მიჯინიკინის დროს დაშორდეთ და რაღაცა და აღარ ცელოდებით, იცოდეთ, რომ თქვენი მარტოობა აქ დამთავრდება და თქვენთან ცხოვრებაში გიგზავნიან ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას. თუ ვისაც თქვა დაუშვათ ახლა ყავთ ან ქმარი რაღაცა ქმარიც გიბრუნდება და თუ მნიშვნელოვანი მამაკაცი არის თქვენ ცხოვრებაში, ну აქაც გვაჩვენეს, აქაც დაბრუნება არის, რას მოგიტანთ ეს დაბრუნება თქვენ? რას მოგიტანთ? ну ძალიან დიდ სიყვარულს და ბედნიერებას მოგიტანთ, იმიტომ რომ აქ ეს რაც გქონდა თქვენ მასთან რაღაცა სიტუაცია, რომელიც იყო ჩამოკიდებული თქვა და ну რაღაცა ამ ადამიანმაც ამას შეიძლება დიდი ხანი არ გამოჩენილა ეს ადამიანი, იმიტომ რომ მაგე გაიარა სხვადასხვა ძალიან ცუდი დღეები, იცოდეთ თქვენ უძილო ღამეები და აი ამ პერიოდში მაგე ძალიან დარწმუნდა, რომ თქვენ ხართ ის ქალი, ვისთანაც მას უნდა ბედნიერება და ვინც ახლა ვისთანაც ეს არ არის მზად დაასრულოს ურთიერთობა ნამდვილად, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენ ფიქრობთ და ბევრ რამეს და მიხვდა რომ ის ქალი ხართ, მხოლოდ თქვენ ხართ ის ქალი, ვისთანაც შეუძლია მას რომ იყოს ბედნიერი. ну ეს არ ვიცი, ვიღაცა მთხოვა და პასუხობთ ჩემო სიხარულება. всё, მიყვარხარ ძალიან და გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.